დილამშვიდობის დავბრუნდით თან როგორ დავუბრუნდით? ძალიან საინტერესოდ დავბრუნდით. დილის პალიტრა გრძელდება და ჩვენთვის ძალიან საყვარელი სტუმარი შემოგვიერთდა. ყოველთვის ძალიან გვიხარია ხოლმე, როდესაც გიგი ჩვენთან არის, გიგი დედალამეციშვილი, მოგესალმებით და დღეს ვისაუბრებთ ძალიან საინტერესო კოლაბორაციაზე, რომელსაც ალბათ ბევრი არ ელოდა. კი ბატონო და გამოხმაურებები უკვე საკმაოდ ბევრია. მოკრავდით თვალს დარწმუნებული ვარ სოციალურ ქსელში. ახალი სიმღერა, რომელიც ალბათ ბევრმა უკვე მოისმინეთ, ბევრიც ახლა ჩვენს ეთერშიც მოისმენთ და ვისაუბროთ გიგი ამ სიმღერაზე. ძალიან საინტერესო ტანდემია, ასე ვთქვათ. ბევრს ალბათ გაუკვირდა, ბევრი არ ელოდა და მოკლედ რაღაცნაირად ეს განსხვავებული ჟანრების თანხვედრა მართლა ძალიან ორიგინალური და საინტერესო გამოვიდა. ტრენდულია ეს განსხვავებული ჟანრების თანხვედრა, თუმცა თქვენ ორის კოლაბორაცია იყო ხალხისთვის რაღაც ძალიან რეზონანსი. როგორ მიხვედით? საინტერესო იყო და ერთი კომენტარი იყო ძალიან მომეწონა TikTok-ზე იყო თუ არ ვცდები რომ საქართველოში ნატოს შესვლას უფრო ვიფიქრებდი. თქვენს კოლაბორაცია. ყველაფერი დაიწყო ჩვენ ერთად ვიმღერეთ, საერთო კონცერტი გქონდა და ძალიან გავიცანით ერთმანეთი ჩვენ და გიომ და ტაჰამ ძალიან კაი ბიჭია, ძალიან კარგი ადამიანია, ძალიან ნიჭიერია და რაღაცნაირად დავიწყე ფიქრი იმაზე, რომ სულ მინდა ხოლმე ისეთ რაღაცას გაკეთება, რაც პირველ რიგში ჩემთვის იქნება საინტერესო და ჩვენთვის იქნება საინტერესო, ხო და აქედან გამომდინარე ბევრს ფიქრობდი, რომ მივწერო და ბოლოს გადავწყვიტე, სადღაც მივფრინავდით და აი დილა იყო 5 თუ 6 საათი და აი ცოტა არეული ხარ და მოდი ახლა მივწერთ ხო და მივწერეთ. ანუ იდეა შენია თავიდან ბოლომდე. ხო, მე მივწერეთ ტახას რომ ესე თქო თუ ხარ თანახმად ხო გავაკეთებ. იქიდან პასუხი რა იყო? იქიდან პასუხი იყო სიამოვნო მიყვარსო. მე მიყვარსო, შენიო რა ქვია, ექსპერიმენტებიო და გავაკეთოთ და აი მართლა სულ შევხვდით ბევრჯერ შევხვდით, მაგრამ აი ეს მარტო სიმღერის დაახლოებით 4 ჯერ და ისე წავიდა ყველაფერი რაღაცნაირად ძალიან მარტივად და ძალიან კარგად და ეს იყო ძალიან სასიამოვნო პროცესი და თან ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ არაფერი არ გქონდა რა, არც მე არ მქონდა არაფერი, მანამდე რაღაც სიმღერა რომ მოდის გადავაკეთოთ ან რაღაც გავაკეთოთ, არც გიოს არ მქონდა არანაირი ჩანახა რაღაცა ჩანაწერი, ხო, ჩანახატი და ეს სუფთაფურცლიდან დავიწყეთ და სუფთაფურცლიდან წამოვიდეთ. მე მინდა რომ სიმღერის შინაარსიც ვისაუბროთ. სიმღერის შინაარსი თავისთავად მოვიდა, ის თავისთავად გაჩნდა, ესეც არ იყო წინასწარ რომ აი მოდი რაზე ვიმღეროთ. უბრალოდ ვიცოდით რომ რაღაც გვინდოდა ჩვენი რაღაცა ისეთი რაღაც ნამდვილზე გვემღერა, რაც გვაწუხებს და აი ესე წამოიღო თან სხვადასხვა. ზოგადად შენ მუსიკას ახასიათებს, იმიტომ რომ ყოველთვის ეს ბუნებრივობა ტექსტებშიც იგრძნობა ხოლმე, რომ რაღაცა ყველაფერი მოდის შინაგანიდან, ხო, და არ არის რაღაცა ხელოვნური. ხო და ეს თავისით წამოვიდა ეს ყველაფერი და ეს ავაშენებთ სახლს ეს სულ ბოლოში გაჩნდა. მანამდე იყო სხვა რაღაცეები. ერთი იყო რომ ჩვენ აქ არასდროს კარგავთ იმედ ბზის და ხვალიდელი დღეს ეგ იყო და სახლი დაემატა სულ ბოლო ნახევარ საათში და დავტოვეთ. და ტახავაც გადაწერა მე მთელი ისა რომ გავაშენებ სახლს იყო და ის ძალიან მოგწონდა რაც იყო და ბიჭო არა ეგ აღარ მოწონს სხვა უნდა გავაკეთო. აი მეთქი ხო ძალიან კაია თქო და გამოვიდა დაწერა თავიდან ტექსტი შევიდა ჩაწერა და ეგ. კი, ნამდვილად ძალიან საინტერესო. ლოკაცია როგორ არჩიეთ კლიპისთვის? კლიპისთვის მინდა ძალიან დიდი მადლობა უთხრა ჩვენს რეჟისორს ზვიად ციკოლიას, რომელიც აგერ უკვე ბოლოს 3 კლიპია გვიძლებს და დავალება იყო ეგეთი რომ ჩვენ გვაქვს ახლა 8-ში კონცერტი 8 მარტს და ზვიადს დაამთხოვე რომ 8 მარტამდე უნდა მომისწროთ ხო. და აღმოჩნდა რომ მანამდე ამინდები არ იყო, არაფერი არ იყო და რა ვქნათ და გააკეთა ზვიადმა ერთი კადრით რომ ერთ დღეში მოგვესწრო რომ კლიპი გადავიღეთ გუშინ წინ და გავუშვით გუშინ. ძალიან მაგარია. ხო და თვითონ არჩია ლოკაცია არ გვინდა ყოფილიყო ეს ისეთი ლოკაცია გვინდა ყოფილიყო რომელიც რა ჩვენთან ახლოს არის და ჩემი თბილისი სადაც მე დავიბადე გავიზარდე და გიოსიც და ბიჭებისაც ავით თითქმის ყველასი არის ეს თბილისი რომელსაც ახლა ჩანს და არ არის ის ძველი თბილისი კი ძალიან მიყვარს და თბილისელი ვარ რა თქმა უნდა მაგრამ იქ არ ვარ გაზრდილი ეგეთ გარემოში. და აქედან გამომდინარე გვინდა ისეთი გარემო ყოფილიყო რომელიც ჩვენს ბავშვობასთან და ჩვენს თბილისთან იქნებოდა აღქმული და ეს ლოკაცია ძალიან კარგად იპოვა ზვიადმა პირველად ვიყავი მაგ ადგილას არა გავლით კი ვარ მაგრამ შეუხვიო მიცუბიძეზე და
აი იქ არის ეგეთი საინტერესო ადგილი რაღაცნაირი ძველი რა არის ვერ ალბათ რაღაც ავტოსადგომი ხო, საინტერესო ადგილია. გიგი, როგორც აღნიშნეთ და როგორც შენ აღნიშნე, გამოხმაურებების არაერთგვაროვანია და ბევრისთვის ალბათ გასაოცარი. ზოგადად რამდენად ელოდი ესეთ გამოხმაურებას, იმიტომ რომ რამდენიმე დღეში ფაქტობრივად არც კი ძალიან ბევრ სოციალურ ქსელში საუბრობენ ხო ამ სიმღერაზე. ძალიან ესეთი გამოხმაურება აქვს და აი მოლოდინი როგორი გქონდათ, როდესაც ეს ტანდემი შედგა. აი ზუსტად გუშინ წინ საუბრობდით მე და გიო რა ტახარო არასდროს არ იცი რა იქნება მართლა და მის შემთხვევაში ეგრეა, ჩვენ შემთხვევაში ეგრეა. სულ რაღაც ბევრჯერ ყოფილა რომ აი ძალიან მოგწონს სიმღერა და გონია რომ აი ხლა ამას გამოუშვებს და აი საერთოდ რეაქციის გარეშე ყოფილა და ყოფილა პირიქით და ამ შემთხვევაში უკვე ჩვენ მაგის გამოცდილება გვაქვს და ვიცით რომ წინასწარ არაფერს აი იმედი არ უნდა გქონდეს. უბრალოდ აი უნდა გააკეთო რაც გულით გინდა და უნდა გაუშვა, მაგრამ ამ შემთხვევაში ძალიან გაგვეხარდა რომ კაი გამოხმაურება იყო. ვინ იყო პირველი ვინც შეაფასა კლიპი და ნამუშევარი ბოლოს? კლიპი ვინ შეაფასა? ვიყავი მე. და რეისთან მივედი, მთელი დღე ხო ვიღებდი დღამემდე და მეორე დი უნდა გამოგვეშვა და მე მარტო არ დაგტოვებ თქო, მარტო არ დაგტოვებ თქო და მე უნდა მოვიდე თქო და უნდა დაგიდგე გვერდში თქო და მივედი და ჩამეძინამ. აი შვიცარიაზე გავიღვიძე და დავამთავრებო და ხომ აგერ დაგეხმარებინე და მარტო გახურები. ანუ ზოგადად ესე ვთქვათ, წინასწარ რაღაცა ინტუიციურად, ანუ ვერ ხვდებით ხოლმე, ვთქვათ ეს სიმღერა გაისწრის თუ არა, ანუ იშვიათად? არა, უბრალოდ ამ შემთხვევაში ერთი ის ვიცოდით, რომ ალბათ საინტერესო იქნებოდა ხალხისთვის, რომ უბრალოდ ეს ორი სახელის და ორი სხვადასხვა ჟანრის შერწყმა, მაგრამ უკვე რამდენად მოეწონებოდათ, ეგ არ ვიცი, მაგრამ მე მგონი რა ვიცი, ახლა თუ არ გვატყუებენ, მოგწონს. მე მგონია რომ ის ყველა სიმღერა რაღაცა ესე უცბად ატაცებადია ხოლმე. კი, როგორც წესი ესეა. ყველა სიმღერაზე პირიქით თუ ყოფილა რომ არ ელოდი რომ ეს სიმღერა ძალიან გავარდებოდა და კი, რაღაცები ძალიან ახლა რავი, ეგრე ძალიან არც ერთ არ ველოდები ყო. აი ხა ესეც გამოვიდათ ძალიან გამოვიდათ კარგად არის, კი, ხო, ფაქტობრივად, იმიტომ რომ აი ხა მე TikTok-ზეც, Instagram-ზეც ხვდება ხოლმე ვიდეოები მთელი ოჯახური ისტორიები და სიყვარულის ამბები და ყველაფერი არის აწყობილი. ეს ალბათ ჩვენთვის ხო, გამოვიდა და არ ვიცი, გამოვიდა ძალიან გამეხარდა. მე ამბობდი გამოვიდა და გვექმნია რა ჩვენი ამბავი დავარქვა ჩვენი ამბავი დავარქვა ყველა გამოვიდა ზო ძახით და ისე ჩვენი ამბავი ყველა ესე ძახის მაინც გიგი 8-ში შეასრულებთ ამ ახალ სიმღერას აუცილებლად 8-ში შევასრულებთ 8-ში მარტს გვაქვს კონცერტი თეატრში ჩვენი სოლო კონცერტია და არის სპეციალური სტუმარი შევასრულებთ პირველად ამ სიმღერას ძალიან მღელავთ აიქნება იმიტომ რომ ყოველთვის აი პირველი შესრულება არის კიდე ცალკე ჟანრი სიამოვნების რაც საინტერესო რომ სოლო კონცერტებზე კიდევ ღელავ. კი, რაღა კიდე, აღარ ვარ კაცი. კი, ეს მარტი ზოგადად ესეთი ქალთა დღესასწაულებით დატვირთული თვეა და აი შენ შემთხვევაში რამდენად აღნიშნავთ ხოლმე თუნდაც დედის დღეს მარინასთან ერთად რამდენად ახერხებ ამ დღესასწაულების აღნიშვნას და ასე შემდეგ. დედის აღნიშვნა. დედის დღეს აი ზუსტად დედის დღეს გადავიღეთ ეს კლიპი ასე რომ ვერ მოვასწარით აღნიშნო მე რეჟისორთან რო წასულიყავ და მუშაობა მიხმარებოდი უნდა მიხმარებოდი ვერ აღნიშნეთ მაგრამ რო ამარცაც აი კონცერტი გვაქვს და კონცერტზე მიულოცავთ ქალბატონებს ამ დღესასწაული შეიძლება ითქვას დღესასწაული ამ მნიშვნელოვან დღეს კი ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი დღეა და ესეთი ორიგინალური რომ კიდევ ერთხელ მოვისმინო ეს სიმღერა აუცილებლად მოვისმენთ და ჩვენი მაყურებელი ვისაც ჯერ არ უნახავს ეთერშიც ნახავს მაგრამ ჯერ არ ვინმეს არ უნახავს ხო ესეც არის და მანამდე აი ზოგადად მინდა კითხო გააქტიურებულები ხართ ხო პერიოდში და ძალიან მიხარია რომ კონცერტებიც რაღაცნაირად მომრავდა ამ კონცერტებზე ყოველთვის ანშლაგია და ვადავებ ხოლმე თვალს რომ ყოველთვის ძალიან ბევრი ხალხი დადის და აი ზოგადად ახლა რა ეტაპია თქვენს შემოქმედებაში და თქვენს ცხოვრებაში ახლა არის ეტაპი სპონტანური ეტაპი არის. ადრე რაღაცნაირად გეგმავდით ხოლმე ალბომებს და უშვებდით ალბომებს და ახლა ბოლო წლებში მივხვდით რომ რაღაცნაირად აი სინგლებზე გადავედით და უფრო სპონტანურ რაღაცებზე გადავედით, ანუ და
რაღაცნაირად მიუყვებით დინებას, მაგრამ გეგმები გვაქვს. აი ეს მინდა და მეკითხა. არის თუ არა რაიმე გეგმა ისეთი რომელიც შეგიძლია რომ გაგვიმხილო ამეთქოს. აი ზაფხულის დასაწყისში გვინდა კიდე ერთი სიმღერა გამოვუშვათ. თავისი რა თქმა უნდა კლიპით. და აი სექტემბერში გვინდა რომ გავაკეთოთ უკვე ალბომი. ოღონდ ეს სიმღერები რომლებიც ბოლო პერიოდში გამოვუშვით, 5-6 სიმღერა არის, ისინი შევა თუ არა, მინდა რომ არ შევიდეს და მინდა რომ რაღაცა სულ ახალი რაღაცა იყოს და ნახოთ. ის ახალი სიმღერა კიდევ ვინმესთან კოლაბორაციით იქნება? არა, უკვე კი ბატონო. კი ბატონო, ასევე მე მინდა გკითხო სიმღერებს, რომელსაც წერთ ხოლმე, ყოველთვის ყავს თუ არა ადრესატი? გააჩნია. ხო, ეხლა ეს ჩვენი ამბავი ვიცი რომ მარინას მიეძღვნა და ამ თემას ეხება, მაგრამ აი ზოგადად ყოველთვის არის ხოლმე, როცა წერ ფიქრობ, რომ აი თქვა შეიძლება ეს შენთვის წერ. შენ გზნობებზე წერ და იმ გზნობებში თუ ვინმე არის ადამიანი რა თავისთავად იმ ადამიანს იმ ადამიანებს იმ ურთიერთობას და შენ ცხოვრების გარშემო რაც ტრიალებს ყველაფერს იმას ეძღვნება. და ალბათ ამას მოქმერა ის ბუნებრიობაც, რაც იგრძნობა. ალბათ ეს ხო, ალბათ. იცი რა არის ყველაზე თავარი არის ალბათ იმღერო ტკივილზე, მაშინ როცა ტკივა. და იმღერო ბედნიერებაზე და სიყვარულზე როცა გიყვარს და არა იმიტომ რომ რაღაცა სიყვარულზე უფრო უსმენენ სიმღერებს. და მსმენელიც აღიქონს მერე აი ამ რაღაცა გულწრფელობას. ზოგადად კრიტიკულია ქართველი მსმენელი შენი გამოცდილებით. არ ვიცი. არა, აი ვიცი რა რაღაც გააჩნია. რაღაც სიმღერაზე შეიძლება ცოტა მეტი დრო დაჭირდეს რაღაც მსმენელს. მაგალითად ჩვენ გვაქვს ანანკი ჩემი საყვარელი სიმღერა 2018 წელს გამოშვებული და მაშინ გადავიღეთ კლიპი და რაღაც ძალიან ცოტა ნახვები ქონდა და წლები ისე იყო და აი 3 წლის წინ უცებ რაღაცა თავიდან ახალი სიცოცხლე შეიძინა და ძალიან გამიხარდა და ეს გააკეთეს ახალგაზრდებმა პატარებმა. ეს TikTok-ი ძირითადად მუშაობს. TikTok-ი ჩემთვის გამოუგონია ცხოთში. ჩვენ სიმღერებში დაგვეხმარონ, მაგისთვის გამოიგონეს TikTok-ი. არა, მე ხო ძალიან შესაძლებლობა. რაღაცნაირად მარტივად მიიტანო შენი სათქმელი აუდიტორიამდე და ნუ ამ ეპოქაში ვერ გავექცევით ამას, რომ სოციალური ქსელები ძალიან დიდ როლს ყველაზე მარტივი არის ეგ და ხო, ყველაზე ეხლა არის ძალიან გამარტივებული. ჩვენ სიმღერა დავიწყეთ შე 2006 წელს კაცო და კაი 20 წლის წინ. ხო და მაშინ ძალიან რთული იყო ის რომ რაღაც კლიპი გადავიღოთ 2007 წელი იყო მახსოვს თვარეზე და ესე დავდიოდით არხ და მე ბევრი ფულს ხოვდა და მეუნებოდა რომ ფული მოგვეცით და ფული არა გვაქვს 20 წლის ბავშვები ვართ და ერთ სიტყვით რთული იყო და ახლა ბევრად უფრო მარტივია იმიტომ რომ შეგიძლია გააკეთო და არ არის აუცილებელი რომ რაღაც დიდი თანხები დახარჯო ყველანაირად შეგიძლია რაღაც ვიდეო გადაიღო დადო გიგი, ყოფილა თუ არა ესეთი გამოხმაურება ან კომენტარი, რომელიც ძალიან მოგხვედრია გულზე და გწყენია საკუთარი შემოქმედების მიმართ. კი, წენია არა, ყველანაირი იმას ვიღებ, იმიტომ რომ ხო რა, არა. ანუ გულდაწყვეტის მომენტი? მგონია უკვე ესეც გამომუშავებადია, რომ აღარ აქცევ. ამ ხერხს მიმართა ვაკითხულობ. ადრე ძალიან ვკითხო. ეხლა ნუ ჩემს ინსტაგრამზე ვკითხულობ, YouTube-ზეც ეს შევდივარ ხოლმე ვკითხულობ. ხო, მაგრამ მე მაგალითად თქვენთან მიმართებაში ძალიან იშვიათად მახსენდება რაღაცა ესეთი ნეგატიური მე პირადად მართლაც არ შემოგვიყვება რაღაცა ყოველთვის დადებითი ემოცია მოდის როცა მგზავრებზეა საუბარი. ანუ ესე იგი ეხა მთავარი მიზანი არის 8 მარტის კონცერტი და ემზადებით ამისთვის და მე უკვე თანდათან გაფართოვდება ჩვენ ცელოდებით საფულს და კიდევ სიახლეებს. გიგი, ძალიან დიდი მადლობა, როგორც ყოველთვის ძალიან გვიყვარს და გვიხარია რომ ხარ ხოლმე ჩვენთან და ახლა უკვე ჩვენს მაყურებელსაც ექნება შესაძლებლობა რომ ნახოს ახალი კლიპი, სიმღერა. ნახოთ ყველა ერთად და მოусმინეთ ყველა. კი ბატონო, როგორც დავაანონსეთ კოლაბორაცია და ახალი კლიპი ჩვენს ეთერში.
აქ ჩვენ ამაშენებსაც თუ ჩვენ ვცდილობ გამოვდის აქ ჩვენ არასდროს გარგავთ იმებზის და ხვალინდელი დღის მეუბნებოდნენ აზრი არა აქვს საქმეს იმდენი აზრი არა აზრი აქვს შენ სათქმელს იმდენი ფაზლია საწყობი და მაქვს წესი და ტემპერატურა იმატებს რაფად ამ ტემპში სადაც არ უნდა ვიყო ქართული მაქვს გენში და უახლესი ჩამთველი მავსტული ამდენში მარტო ხელა მოგზაური დღეს ვარ მგზავრებში სხვანაირად ირეკლავს სინათლე სარკმელში მეფერება სამყაროა ბინა მომავალი ჩემი ნახე როცა დამეწინა გაბარია წირა დევს აზრი არა აქვს წინას არ არის ოქრო მარტო გარედან თუ კი მწყინავს მე მათქოს პოეზია გარეთ როცა მოყინავს დინების წინააღმდეგ მუდამ მოვყვებოდინავს ნებსის საყონელო ცეცხლი გავუკიდე თივას მივალ სინათლისკენ აბიღე ფინალს აქ ჩვენ ამაშენებსაც თუ ჩვენ ვცდილობ გამოვდის აქ ჩვენ არასდროს გარგავთ იმებზის და ხვალინდელი დღის აქ ჩვენ ამაშენებსაც თუ ჩვენ ვცდილობ გამოვდის აქ ჩვენ არასდროს გარგავთ იმებზის და ხვალინდელი დღის აქ ჩვენ ამაშენებსაც თუ ჩვენ ვცდილობ გამოვდის აქ ჩვენ არასდროს გარგავთ იმებზის და ხვალინდელი დღის აქ ჩვენ ამაშენებსაც თუ ჩვენ ვცდილობ გამოვდის აქ ჩვენ არასდროს გარგავთ იმებზის და ხვალინდელი დღის არასოდეს არ დავკარგავ იმედს სადაც არის დამკვიდი ზუსტად იქ მივედი მეც და მე კარგა მადამ თუ არ გამიღიმე იმილითაც მირე ის ვარ მონადირე ყვირი ჰანგებს დავკითხულობ მანტრას სავლას ვაძლევ ბაგებს ვაზე პირებ ამბავს სანამ ფენს გადავდგამ ვაკვირდები ნაბის ვერ ვეწები დროს რადგან ჩვენზე სწრაფად გარდის სულ არ მოდის წერა ზოგჯერ თუ არა მაქვს დარდი გვინდა მეტი სიყვარული ქეში მეტი კარდიო თუ ვერ ვიხარ გზაზე თანგაშინებს შენი ლანდი სადღაც ფეხი აგერია ისე აღარ ჩანდი და ჩვენ ამაშენებთ სახლს თუ ისევ დამაჯერებთ თავს რო თუ კი მიზანს დაისახავ ვიცი საზღვარი არ აქვს და ჩვენ ამაშენებთ სახლს და ჩვენ ამაშენებთ სახლს აქ ჩვენ ამაშენებსაც თუ ჩვენ ვცდილობ გამოვდის აქ ჩვენ არასდროს გარგავთ იმებზის და ხვალინდელი დღის აქ ჩვენ ამაშენებსაც თუ ჩვენ ვცდილობ გამოვდის აქ ჩვენ არასდროს გარგავთ იმებზის და ხვალინდელი დღის აქ ჩვენ ამაშენებსაც თუ ჩვენ ვცდილობ გამოვდის აქ ჩვენ არასდროს გარგავთ იმებზის და ხვალინდელი დღის აქ ჩვენ ამაშენებსაც